აჭარის ფინანსთა სამინისტრომ გმირთა ხევნით დაინტერესებულ ინვესტორებთან შეხვედრა გამართა. უწყებამ ბიზნეს წრეების სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინა, რომლითაც აღნიშნული ტერიტორიის განვითარების კონცეფცია გააცნო. გმირთა ხევნის ტერიტორიის საერთო ფართობი 3 ჰექტარს შეადგენს, რომელიც 4 საინვესტიციო ნაწილად იყოფა. კონცეფციის მიხედვით ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლე 140, მინიმალური კი 30 მეტრით განისაზღვრა. ინვესტიცია უნდა მოიცავდეს რესტორნებსა და სხვა გასართობ ობიექტებს. ამ ეტაპზე დაინტერესება 40-მდე ქართულმა და უცხოურმა კომპანიამ გამოთქვა. საინვესტიციო ნაწილები ეტაპობრივად აუქციონის წესით გასხვიდდება. პირველ აუქციონამდე დაინტერესებულ პირებს წინადადების მოსამზადებლად 1 კვირა აქვს. ეს ქონდა შეხვედრა დაინტერესებულ ინვესტორებთან ხევნის მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით. აღნიშნული ტერიტორიის დაგეგმარება განხორციელდა სამინისტროს მხრიდან. ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი აქტიურად საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილი. შესაბამისად, დღეს მოვიშურეთ შეკითხვები და რჩევები ინვესტორებისგან. შესაბამისად, ჩვენ გვექნება კიდე 1 კვირა იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ და გავითვალისწინოთ ინვესტორების ინტერესის და სახელმწიფოს ინტერესის. შესაბამისად, 1 კვირის შემდეგ დავიწყებთ აღნიშნული ობიექტების პრივატიზებას. ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვის ვადაში მყიდველი ვალდებულია ნულოვანი ნიშნული მოაწყოს. ამასთან წარმოადგინოს შესაბამისი ნებართვის მიღებიდან 1 თვის ვადაში ნულოვანი ნიშნულიდან მზიდი და არამზიდი კონსტრუქციის დასრულებამდე გეგმა გრაფიკი, 28 თვის ვადაში წარმოადგინოს და დაასრულოს მზიდი კონსტრუქციების მშენებლობა, ხოლო 34 თვის ვადაში დაასრულოს შენობა-ნაგებობის მშენებლობა. Რამოდენიმე ლოტი იქნება გამოტანილი, იქნება შეღავათიანი პირობები. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ დაინტერესების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება დეველოპერის პოზიცია, ანუ ვადებთან დაკავშირებით, გადახდის პირობებთან დაკავშირებით, თვითონ პროექტებთან დაკავშირებით და ამდენად მე ვფიქრობ საინტერესო პროექტი არის.